ყველას მოგეხსენებათ, ახლა როგორი სიტუაცია იყო კვერცხთან მიმართებაში კონკრეტულად. ჩვენ ახლა შესაძლებლობა მოკლედ გამომდინარე ადგილობრივი წარმოება ვართ, ოღონდ მთლიანად ვართ 100%-ით ვართ იმპორტზე დამოკიდებული. აბსოლუტურად. მარტო ელექტროენერგია, წყალი და ჰაერი არის ჩვენი. დანარჩენი არის ყველაფერი შემოტანილი. ეს პირველი. ჩვენი კვერცხის ფასი დგება ყოველთვის ოქტომბრის თვეში. მომავალი წლის ფასი დგება ოქტომბრის თვეში, როცა იწყება რუსეთიდან ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის, ძალიან ბევრი რამეზია დამოკიდებული, მეგობრებო. იქ არის აქციზები, როცა უნდათ გააკეთებენ, როცა უნდათ არა, როცა უნდათ რიგებს გააკეთებენ, როცა უნდათ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი და ყველაფერი. შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს, მივწერეთ სუპერმარკეტებს ეს და არ გვინდოდა ახალი წლისთვის გაძვირება კვერცხის და გავაძვირეთ კვერცხი 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა თითქოს აი რაღაც საბოტაჟთან ქონდა სამკვე. კიდე კაი ქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებშიც და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ რა საიმისოდ რომ ასე ვთქვათ დაუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ ეს იმიტომ არ სწორად გამიგეთ. იმიტომ არ დაუბრუნდით რომ ჩვენ ვთქვათ რაღაცა დიდი მარჟა გქონდა ამისი. უბრალოდ დაუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე დაუბრუნდით და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ რა. მე როგორც მენეჯერი, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი სწორად გამიგეთ, იმიტომ ბიოლოგიური აქტივი არის ჩემს უკან რა. კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დაუშვებ იმას, რომ დარგი ჩემი წარმოება იყოს ასე ვთქვათ დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, რომ მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ასე ვთქვათ, ვამუშაო. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით ეპიდემიოლოგიური კუთხით ძალიან ცუდი ვითარება არის ირგვლივ, ჩვენს ირგვლივ ქვეყნებში და ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი გულისყურით ვაკვირდებით ამას ყველაფერს და არის ნიშნები საკმაოდ ცუდი ამისი. და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ხო? ამიტომ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ეხლაც სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ დარგს კონკრეტულად ჩემს საწარმოს 1 კაპიკის გავიაფების კვერცხის საშუალება არ აქვს. თუ კი რამე იქნება კომპლექსური მიდგომა და კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში იქნება რაღაცა დაწევა, რა თქმა უნდა, თუ დაიწევს 18%, თუ დაიწევს 27%, რაც ესე იგი, ეს არის რა თქმა უნდა, 45% პრაქტიკულად ნახევარია ფასის, ხო? რა თქმა უნდა, კომისიასთან ერთად, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავჯდეთ და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მადლობთ.